მოგესალმებით TST სპორტის მაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ტრენჩინში, სადაც საქართველოს 21 წამდე ნაკრები გამართავს ჯგუფის ბოლო შეხვედრას, მე-13 ტურის შეხვედრას პორტუგალიის 21 წამდე ნაკრების წინააღმდეგ და ეს შეხვედრა გადაწყვეტს მოახერხებს თუ არა რამაზ სვანაძე და მისი გუნდი ჯგუფიდან გასვლას, ანუ ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი და მაგარი თამაში გველოდება წინ, გონია რომ უსაზღვრო ემოციებით დატვირთული შეხვედრა უნდა გამოვიდეს, გვაქვს მცირე პრობლემები, საკადრო პრობლემები, ეს ეხება პირველ რიგში საზონოს, რომლის თამაში არ თამაშიც ჯერ გადაწყვეტილი არ არის, დღეს უნდა ყოფილიყო საბოლოო პასუხი და ნახავთ იქნება თუ არა ის სასტარტო შემადგენლობაში, რაც ეხება ზოგადად ქალაქ ტრენჩინს, ჟილინას ჯობია. რაც პირველი უნდა ვთქვა, ჟილინას ჯობია. ბოლოს მეგონა რომ აი ის ფილმი როა ყველას გემახსოვრებათ სეზონი ბათუმში რომ არის გადაღებული, რო ვერ გამოდიხარ რა. მეგონა რომ მანდ ვიყავით, იმიტომ რომ ყოველდღე ერთი და იგივე ხდებოდა, ერთ წრეზე დავდიოდით, ბოლოს გავაფრინი, არაფერი იმ ქალაქში არ ხდებოდა და მართლა ერთადერთი რამ მაძლევინებდა, რომ ვიცოდი საქართველოს 21 წამდე ნაკრების მაგარი ევროპის ჩემპიონატი უნდა მქონოდა და სწორედ ამ მოტივაციით ამდენი ხანი შევძელით, რომ ეს ემოცია და მუხტი შევინარჩუნეთ, თორემ მართლა ყველანაირი ხალისი, ენერგია, ემოცია გამოგვაცალა ქალაქმა ჟილინამ. შეიძლება ვიღაცას ძალიან მოეწონა, შეიძლება ვიღაცისთვის პირიქით მოსაწონი და კარგის ქალაქია იმის რომ მიცხოვროს, არ ვაყენებ შეურაცხყოფას იმ ხალხს, ვინც ადგილზე ცხოვრობს, მაგრამ ჩვენთვის ესე თქვა ძალიან ერთფეროვანი ქალაქი გამოდგა და შესაბამისად ის რომ დღეს ტრენჩინში ვარ და ოდნავ სხვა რაღაცაც ვნახე სლოვაკეთში, ძალიან მიხარია. რაც შემიძლია ეხა აქ ადგილზე ვთქვა ესე მოკლედ, ის არის რომ ძალიან გამწვანებული ქალაქია და ეტაპობრივად ყველაფერს ვნახავთ, სანამ სტადიონზე მივალთ. არ დაგაუწყეთ აუცილებლად რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაელაიქოთ ეს ვიდეო, ასევე დაგვიწეროთ კომენტარები, თუ რას ფიქრობთ, როგორ მოგეწონათ წინა ორი ვლოგი და აუცილებლად მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩვენი ინტერნეტ ხარდაჭერია Mobinex-ი, რომელმაც თავიდან ბოლომდე გვასიამოვნა ამ მოგზაურობაში, რადგან ერთი წამითაც კი ხარვეზე არ გქონია და ჩვენი გამოწერებისთვის Mobinex აქვს პრომოკოდი TST სპორტი, აი ასე უნდა ჩაწეროთ TST სპორტი, როგორც აქ არის ახლა ამონათებული და მიიღებთ 15%-იან ფასტეკლებას და ამიტომ მადლობა Mobinex-ს. ეხლა წავიდეთ დავალოდოთ ქართული სპორტის კომაგების მოსვლას, ასევე სხვა ქართველებსაც ველოდებით და ნახოთ როგორი შეხვედრა გამოგვივა. სტადიონზე პირველი შეხედვით ჟილინა სტადიონს თავიდანვე ჯობს და სხვათა შორის ბევრად მეტი ხალხი შემნიშნეს სტადიონზე, რაც უკვე ძალიან კარგია, ესე იგი ატმოსფეროს ბევრად უკეთესი იქნება. თქვენ ნახეთ ახლა ქართული სპორტის კომაგების მსვლელობა, მადლობა მათ რომ ესეთი კარგი ემოცია და მუხტი შემოაქვთ ყველა თამაშის წინ. შევიდეთ ახლა უკვე დავიკავოთ ჩვენი ადგილები, არ დაგაუწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი TST სპორტი, ასევე მოიწონოთ ეს ვიდეო. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც შეიძლება მალე უნდა ავიდეთ 10,000 გამოწერზე, ეს არის ჩვენი მიზანი და ამიტომ გთხოვთ რომ გადააზიაროთ ეს ვიდეო სხვადასხვა პლატფორმებზე, თქვენს მეგობრებს აჩვენოთ და დაგვეხმაროთ იმაში, რომ რაც შეიძლება მალე ავიდეთ 10,000 გამოწერს. ეხლა წავიდეთ და შევიდეთ ჩვენი ადგილები დავიკავოთ და მოვემზადოთ თამაშისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რა თქმა უნდა. დადიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება.
არ გვაძლევენ სამწუხაროდ სტადიონზე გადაღების უფლებას. დასრულდა პირველი ნახევარი. საკმაოდ ძმე ტაიმი გამოვიდა. ლაშა ოდიშარია გააძევეს მე-4 წუთზე. არ დაუწყებს შეფასებას იყო თუ არა გასაძევებელი. თუმცა მადლობა პირველ რიგში ლაშას თავდადებისთვის და ის ეპიზოდიც რაც მოხდა ის გამოც გააძევეს იყო იმით რომ ბრძოლის უნარიანობა გამოეჩინა და მე რაც აქედან მინდა უთხრა ის არის რომ თავი მაღალაწიოს და ძალიან მაგარი ბიჭია. რაც შეეხება პირველ ტაიმს დაუშვით მცირედი შეცდომა რის გამოც დავისაჯეთ წინ მეორე ნახევარი გველოდება ვნახოთ რას მოიტანს მეორე ნახევარი ძალიან რთული იქნება 10 კაცით რამის გახერხება თუმცა იმედი მაქვს რომ რაღაცა შევძლებთ და მაინც მოვატრიალებთ ამ შეხვედრას. დასრულდა შეხვედრა, დასრულდა ჩვენი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიც. დავამარცხდით 4-0 მეორე ტაიმში არ გამოგვივიდა ისეთი თამაში, როგორიც ალბათ ყველას გვინდოდა, მაგრამ ამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა რაღაც რიგმა ეპიზოდებმა, რაც იყო როგორც თამაშამდე, ასევე თამაშის მომენტში ძალიან უშავს. მე მინდა TS სპორტის სახელით ეხლა რაღაც ასე ვთქვათ, სათქმელი გავაჟღერო, რაც მაქვს ეს არის რომ მადლობა მინდა გადაუხადო რამაზ სვანაძეს, ასევე მინდა მადლობა გადაუხადო თელ ჩვენი ნაკრების ყველა სტაფის წევრს, ასევე ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ქართული სპორტის კომაგებს, იმიტომ რომ ეს გამოვიდა რაღაც სასწაული დღეები. ჩვენი ქართული ხასიათი ვაჩვენეთ ამ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი სტილი ვაჩვენეთ, ყველას ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპის ჩემპიონატზე. პირველი შეხვედრა მოვიგეთ, მეორე შეხვედრაში დრამატულად დავამარცხდით, მაგრამ მესამე შეხვედრა, რომელიც გადამწყვეტ იყო, არ გამოვიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა. ეხლა მთავარია, რომ ეს პროგრესი რაც გვაქვს არ შევაჩეროთ, გავაგრძელოთ. შემდეგ წელს სოფლიო ჩემპიონატია ზაფხულში, იმედი მაქვს რომ ეროვნული ნაკრები იქ მოხვდება და ყოველ წელს, როდესაც ასე დიდ ტურნირებზე მიიღებენ ეს ბიჭები მონაწილეობას ეროვნული ნაკრები, 19 წლამდე ნაკრები და ასაკობრივი ნაკრებები, საბოლოოდ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც ჩვენ გვინდა რომ ქართული ფეხბურთი სოფლიო რუკაზე არა 1-2 წერტილად ჩანდეს, არამედ დიდი ერთი ვარსკვლავი იყოს, რომელიც ასე თქვა ყოველთვის შესამჩნევი იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ ამ ყველაფერთვის, ამ ემოციებისთვის და ის გადაგვჩენია ეხლა დაგემშვიდობოთ წინ გველოდება ძალიან დიდი გზა იმისთვის რომ საქართველოში დავბრუნდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ამათ ღირდა იმათ რომ ჩვენ ვნახეთ ამაყი საქართველო, ვნახეთ ამაყი ვიამაყეთ ჩვენი ბიჭებით, ვიამაყეთ ჩვენი ფეხბურთელებით, გულშემატკივრებით, არც ერთ ნაკრებს არ ყავდა კომაგები, გულშემატკივრები, ფან-კლუბი ამ ევროპის ჩემპიონატზე. რა შეხვედრებიც მე ვნახე და ქართული სპორტის კომაგებმა აჩვენეს, რომ აქ ჩვენ არ ჩამოსულავთ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მონაწილეობა მიგვეღო, გულშემატკივრობითაც ნომერ პირველები ვიყავით ალბათ თელ ტურნირზე, ფეხბურთის თამაშით და ხასიათით ერთ-ერთი გამორჩეულები ვიყავით და კარგი, ბევრს აღარ გავაგზავნებ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დარჩით ჩვენთან ერთად. წინ ძალიან საინტერესო ზაფხული გველოდება და იყავით რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად. მადლობა იმისთვის რომ ამდენ გვიყურეთ და ვინც აქამდე გვიყურეთ და კიდე არ გაქვთ არხი გამოწერილი, ალბათ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ეხლა. მადლობა და წავედით.